რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. საღამოების. კი ბატონო, ვიდრე ბოდიში ექსტრემალური ვითარებაში გვიწევს ჩართვა, საცობის გამო ვერ ბატონო. მოვიდა თქვენი ჯგუფი და ესეთი საცობებია მსახალად. არა უშავს, რაც მთავარია, ჩანხართ მთელი თქვენი მშვენიერებით. მე მინდა კითხოთ პოლიტიკურად ვიდრე დაიწყება ეგრეთ წოდებული უძრაობის ან საახალწლო პერიოდი, რომელიც როგორც წესი მხოლოდ ახალი წლის დღეებს არ მოიცავს და იანვრის შუა რიცხვებამდე და ცოტა გადადის კიდეც და ვიდრე პოლიტიკური ჯგუფები უფრო მკაფიოდ გამოკვეთენ, სად იქნებიან, ვისთან ერთად იქნებიან და ასე შემდეგ, მინდა კითხოთ აი ამ კომენტარი, რომელიც გააკეთა ლელოს ლიდერმა, სადაც მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობს. თქვენ ჩანდით მელიას რამდენიმე შეხვედრაზე, ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ მასთან ერთად განიხილავთ თქვენს პოლიტიკურ მომავალს. ეს ასია თუ არა და რას იტყვით ამ განცხადებაზე? პირველ რიგში მე არაერთხელ მithქვავს, რომ ნამდვილად არ გამიწყვეტია ნიკასთან კონტაქტი, ჩვენ ვართ ხაზზე, სულ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე ასევე მე მას. მუდმივად ვართ ხაზზე და ჩემთვის ხა ნიკა იყო თანამებრძოლი ჩემი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპზე ჩემი პოლიტიკური ცხოვრების მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი მას აქვს პოლიტიკური, ესე ვთქვათ, მოდი და რაც შეეხება ჩვენს ინტეგრაციას, ზოგადად რომელიმე პოლიტიკოსის ინტეგრაციას, ამას რა თქმა უნდა საზოგადოება გაიგებს აუცილებლად. მე შემიძლია ერთი გითხრათ, რომ რეალურად მივიჩნევ, რა თქმა უნდა, ნიკას მეგობრად და ვფიქრობ, რომ უნდა ყველა ერთად დაველოდოთ იმ პოლიტიკურ განაცხადს, რომელიც ექნება ნიკას. რაც შეეხება მამუკას განცხადებას, ახლა მე შემიძლია დავეყრდნო ნიკას საჯარო განცხადებას და გულწრფელად გითხრათ, რომ მისი განცხადებით იგი აპირებს ცალკე პოლიტიკური პარტიის შექმნას. არ მგონია, რომ იგი ვინმესთან ინტეგრირდეს, ყოველ შემთხვევაში მე ესეთი ინფორმაცია არ მაქვს და ნამდვილად ალბათ ვფიქრობ, რომ მართალი ვარ და სწორი ვარ ამ შემთხვევაში. მისი ცალკე პოლიტიკური პარტია ექნება, როგორც მან თქვა რამოდენიმეჯერ, რაც შეეხება ეს მოკავშირეობა და ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტულად ინფორმაციის გაცვლა, ეხლა მეც ძალიან კარგად ვიცნობ მამუკას და მიმაჩნია ასევე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვან მოკავშირად ლელო ასევე ზოგადად როგორც ოპოზიციურ ფლანგზე ისე როგორც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ოპოზიციონერი და ყოველ შემთხვევაში ახლა თუ საქართველოს ნამდვილად გადადგავს იმ მნიშვნელოვან ამბიჯს რომელიც იქნება პოსტარჩევნების შემდეგ კოალიციურად ყველას მოგვიწევს თანამშრომლობა რაც შეეხება ასე ვთქვათ არჩევნებამდე თანამშრომლობას ან რაიმე ინტეგრაციას ყოველ შემთხვევაში მე ამ შემთხვევაში გამოვრიცხავ იმიტომ რომ მე ვიცი საჯარო განცხადებებიდან რიკა ცალკე აპირებს პოლიტიკური პარტიის და პლატფორმის შექმნას. კი ბატონო, ეს რომ ცალკე აპირებს ნიშნავს თუ არა, რომ გააქვთ მოლოდინი, რომ ეს იქნება ბარიერის გადალახვის შესაძლებლობის მქონე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რომ ოპოზიცია დღეს რაღაც ისე თავდაჯერებულად გამოიყურება, ისინი თანახმანი არიან იმ ტიპის ისე გადალაგდნენ, რომ შემდეგ ქართულ ოცნებას ეს გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე ხმები დაემატოს, ანუ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა შეიძლება ბევრს არ ქონდეს. დიანა, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებში და საქართველოს, ასე ვთქვათ, ყველა ჯგუფის, ყველა ასაკის ამომრჩევლოში თუ გაჩნდა რწმენა და ეს რწმენა ოპოზიციამ რა თქმა უნდა გააჩინოს, მე ვფიქრობ, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქ არ იდგება, არ იქნება ნიკას ყოველ შემთხვევაში და მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გამარჯვებას არ ექნება ზოგადად ეს პრობლემა. იმიტომ რომ ეხლა მოდი ძალიან გულწრფელები და ასე ვთქვათ, საჯაროდ რო ვილაპარაკოთ, ეხლა არის მეტაკლებად ფრუსტრაცია, მეტაკლებად ნიგერიზმი, მეტაკლებად ხალხი ცოტა ესე სხვანაირად უყურებს შეიძლება. მე მაგალითად აი უამრავი შეხვედრა მაქვს ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანთან. რა თქმა უნდა, ხა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ პარლამენტში რაღაც განცხადებებით არ შემოიფარგლება და ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გარკვეულწილად რაღაც კონკრეტული ცვლილებები ახალი მეინსტრიმი საჭიროა და მე ვფიქრობ, რომ ეს ახალი მეინსტრიმი აუცილებლად იქნება. ამიტომ არ მგონია, რომ ოპოზიციას გამარჯვების
რაიმე პრობლემა დაუდგას, პირიქით მე ვფიქრობ, რომ რაღაცა წმენის გამოსხივების, წმენის დაცესვის, ადამიანების კონკრეტული ალტერნატივის რომელი გამოსხივების, აუდიტორიის რა ნაწილში უნდა გააღვიძოს რწმენა ნიკამელიამ, აი დაახლოებით რომ აღვიწეროთ, ვინ შეიძლება იყოს მისი ამომრჩეველი. ხა ნიკას კონკრეტულად რამოსაზრებები აქვს დაუშვათ. მე ვფიქრობ, თვითონ ნიკა უნდა ისაუბროს და ალბათ ისაუბრებს, მაგრამ მე არ დამიმალავს არასდროს თქვენთანაც მithქვავს პირდაპირ ეთერში და არაერთხელ, მათ შორის რომ თუ იქნება ქართული ოცნების კონტრასტი და ალტერნატივა, თუ ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს კონკრეტული პლატფორმა ადამიანების ჯგუფი, ვინც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაზე და მათ უკან არავინ არ იდგება ისე რომ რაღაცები უკარნახოს, მაშინ რა თქმა უნდა და ეს ადამიანები პროფესიონალურად, მთელი გულით, რწმენით, ყოველგვარი პოლიტიკური შურისძიების გარეშე გაერთიანებაზე და ზოგადად ძალიან სერიოზულად ყველა ჩვენი მოქალაქის ჩართვაზე იზრუნებენ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს ძალიან სერიოზული შანსი, სერიოზული, როგორ გითხრათ, ამ სივრცის ამოვსების საშუალება არსებობს. კონტრასტ თუ მოქალაქეებმა ვერ დაინახეს, რომ არსებობს კონტრასტი და არსებობს ალტერნატივა, მაშინ რა თქმა უნდა, მე გეთანხმებით და ვიმეორებ, რომ ნამდვილად გაუჭირდება ყველა ოპოზიციურ პარტიას, რაცა რომელი ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს და როგორი პლატფორმიდან არ უნდა შევიდეს. გახარიასაც გონია, რომ კონტრასტს აჩვენებს, ლელოსაც გონია, რომ კონტრასტს აჩვენებს, მელიასაც გონია, რომ კონტრასტს აჩვენებს და ამ კონტრასტის ჩვენების მიღმა უნდა იყოს, ასე ვთქვათ, რა ტიპის ამომრჩეველზე, როცა გეკითხებით, ნახეთ, ნაციონალური მოძრაობის წარსულში ამომრჩეველი ლისთვის, ვთქვათ, რატომ მივა მელიასთან და არ მივა მაგალითად გვარამიასთან თუ ის გააკეთებს ან ჯაფარიძე ელენეს დუეტთან ან ლელოსთან ნაწილი, თუ წარსულში ოცნების ამომრჩეველი იყო, რატომ არ მივა გახარიასთან და რატომ მოვა მელიამდე, აი ამ კუთხით გეკითხებით, აი პოლიტიკურად წარსულში ვისი ამომრჩეველი? მოდით პოლიტიკური განაცხადის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ძალიან დეტალურად ვისაუბროთ, ალბათ უფრო ნიკას პოლიტიკური განაცხადის შემდეგ, როგორი იქნება პოლიტიკური პარტია, რა კონფიგურაცია იქნება, ვინ იქნებიან ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, როგორი იქნება, ასე ვთქვათ, არა პროგრამა, არამედ ის რეალური პლატფორმა, პოლიტიკური პლატფორმა, რომელსაც დაეფუძნება ეს პარტია, მე ჩემი მოსაზრებები რა თქმა უნდა მაქვს, როგორი უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სხვა პროდასაულ ძალებთან ერთად კოალიციურ ფორმატში, მაგალითად ან გამარჯვების ფორმატში, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური ძალის თავარი ამოსავალი უნდა იყოს გამარჯვება, როგორ უნდა იმართოს ეს ქვეყანა. მე ჩემი მოსაზრებები რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ დეტალებზე შემდეგ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, პატრიოტი ადამიანები, ვისაც არ დაუკარგავს რწმენა მომავალში, ვისაც არ დაუკარგავს რწმენა და ფიქრობს, რომ ნამდვილად შესაძლებელია, თქვათ, ნებისმიერ სეგმენტზე მუშაობა. ხა მე ვერ ვიტყოდი, რომ მაგალითად ნიკას აქვს იმისი მხოლოდ პოტენციალი, რომ თქვათ, რაღაცა კონკრეტულად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველზე იმუშაოთ. მე გდანში მინახავს მისი მუშაობა. მე გეტყვით, რომ მაგალითად ესეც არ ყოფილა ხა ქუთაისში მე ავიღე პარტიაზე დაახლოებით 7%-ის თუ 6%-ით მეტი თუ არ ვცდები და არსებობდნენ ადამიანები, ვესაუბრებოდი ადამიანებს ქუთაისში, ვინც არ იყო ჩვენი პარტიის ამომრჩეველი, მაგრამ ნამდვილად წამდა იმისი რომ უკეთესი ქუთაისი შეიძლება ყოფილიყო, ისევე როგორც გდანში მაგალითად. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არსებობს სერიოზული ის სივრცე, სადაც ნამდვილი მეინსტრიმი შეიძლება გაჩნდეს. ანუ ის ხალხის მოძრაობა, ვინც მართლა ორიენტირებულია, რომ რაღაც შეცვალოს და მართლა ორიენტირებულია, რომ რაღაც ასე ვთქვათ, კონფიგურაცია გადაეწყოს. ეხლა არჩევნებამდე კიდე დიანა დიდი დროა სიმართლე გითხრათ და მე ვფიქრობ, რომ ეხლა შეიძლება ცოტა სწრაფარეჭულად ჟღერდებს ყველა პოლიტიკოსის კი ბატონო, ხატია, მე მგონი მაგრამ ძალიან გულწრფელად საუბრობ ეხლა მე რასაც გასაფრთხილ რეალურად გაზაფხულის რამდენიმე თვე, იმიტომ რომ ზაფხული ბუნებრივი დასვენების პერიოდია, იანვარიც ასევე ბუნებრივი დასვენების პერიოდია, სექტემბერი, ოქტომბერი უკვე აქტიური არჩევნები კარს მომდგარი, რეალურად ალბათ ეს არის მარტი, აპრილი, მაისი. იცით რა, თავარი კონფიგურაციების გამოკვეთის თვალსაზრისით თორემ, აი ლაპარაკი დღესაც შეგიძლიათ და გუშინაც შეგეძლოთ ამომრჩეველთან. გეთანხმებით მე ვფიქრობ, რომ კონფიგურაციები გამოიკვეთება, ახალი პლატფორმები გაჩნდება, ისევე როგორც აი ნიკას უკვე დაანონსებული, აქ ეხა პრინციპში ახალით არ არის. იგი მე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მუშაობს ძალიან აქტიურად, ძალიან საინტერესო იმედია განაცხადი ექნება, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად წინ დიდი ბრძოლა
წინ სხვადასხვა ახალი კონფიგურაციაა ძალიან მნიშვნელოვანი და რწმენის გაჩენის და კონტრასტის გაჩენის შემთხვევაში ნამდვილად არსებობს ის სივრცე, სადაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს, კი ასე ბატონო. ვთქვათ, ჩართული ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში. ხატია, მინდა კითხოთ სააკაშვილის ინტერვიუ იყო, ეს თქვა წერილობითი ბუნებრივია. თუ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში, ნულოვანი შანსი იქნება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების. ხელისუფლების შეცვლის პირობებში მე ვიძლევი გარანტიას, რომ 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდება საქართველო და შემდეგ ის იხსენებს 2008 წლის სექტემბერს ცოცხალ ჯაჭვს და უდიდეს მიტინგს. მაშინ ვთქვით, რომ ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით რუსეთს და მივდივართ ევროპაში. ახლა უნდა ვთქვათ, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით ოცნებას და მივდივართ ევროპაში. ჩვენ გვჭირდება ბრევრი, მრავალრიცხოვანი აქცია, ახალი ხალხის მოზიდვა, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ერთმანეთზე თავდაუსხმელობა და სამიზნის გასწორება. რა ტიპის ფორმულაა ეს თქვენი დაკვირვებით? იცით რა, მე ვერიდები ხოლმე სააკაშვილზე, ასე ვთქვათ, რაიმე კომენტარის გაკეთებას ან კომენტირებას მის სიტყვებზე, ვინაიდან იგი არის პატიმრობაში და ნამდვილად პოლიტიკური მოთამაშეა პატიმრობის მიღმა, ამიტომ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ისი თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მე ისევე როგორც ძალიან ბევრ ადამიანს მასთან რა თქმა უნდა მაქვს შეკითხვები, მე პარტიის დატოვების შემდეგ პარტიაში როდესაც ვიყავი, მაშინ და ეს შეკითხვები რა თქმა უნდა არსად არ წასულა. ამიტომ, როდესაც განთავისუფლდება და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ გულწრფელად გავტოვდიანა, რომ საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პატიმარი აღარ იყოს ნამდვილად. აი ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური რევანშიზმი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს. მაგრამ რაც შეეხება ახლა მომავალს, ვინ როგორ რა კონფიგურაციით გაიმარჯვებს, როგორი იქნება, ასე ვთქვათ, მომავალი, ეს არის ამას მხოლოდ ყავს ერთი გარანტორი, ეს არის ქართველი ხალხი. ახლა მიუხედავად ყველაფრისა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ასევე პარტიიდან წარმოსვლისა მე არ შემცვლია, ასე ვთქვათ, ეს მოსაზრება, რომ მიშა უნდა იყოს თავისუფალი და იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეთ და საზოგადოებად ამისთვის არ უნდა ასამართლებდეთ ყოფილ თანამდებობის პირებს და პრეზიდენტებს, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მე არ ვისურვებდი არც მომავალში, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები გასამართლებულები ყოფილიყვნენ, ყოველ შემთხვევაში იმ სასამართლოს რომელსაც დობა საერთოდ არ გააჩნია. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მომავალს და მომავლის კონფიგურაციას კი ნამდვილად ქართველი ხალხი უნდა იყოს გარანტი და მე დარწმუნებული ვარ იქნება იმის გარანტი როგორც კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი და ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ რომ ამაზე ვერც ერთ მიუხედავად ამ ანტიდასავლური პროპაგანდისა ვერც ერთი პროცენტით ვერ შემცირდა პროდასალური განწყობები საქართველოში. ეს დავალებად ხონდათ იმ ადამიანებს, ვინც ავრცელებდა. თქვენ აღარ ხართ ნაციონალურ მოძრაობაში, ვიცით, ცხადია, თუმცა ის ამბობს, რომ ვიღაცები მიდიან და სხვები მოდიან ბრძოლის ველზე, მათ შორის ინტელექტუალები და ახალგაზრდები. თქვენ შეგიძლიათ გინდ-გსურთ კომენტირება, რა ხალხი მიდის და რა ხალხი მოდის და რა ხალხი მიდის ნაციონალურ მოძრაობაში ამის შეფასებით. შემიძლია თქვა, რომ ყველა იმ ადამიანის პოლიტიკური წონა, ვინც წავიდა, მიცის ძალიან კარგად მიხეილ სააკაშვილმა თვითონ. სხვა კომენტარს ამ შემთხვევაში ნამდვილად არ გავაკეთებ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, იგი არის პატიმრობაში და ნამდვილად ერთადერთი რაც შემიძლია მას მისურვო, ეს არის თავისუფლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გონიერება გვმართებს ჩვენ არჩევნებზე, ძალიან დიდი დაკვირვება გვმართებს არჩევნებზე, სრული კონტრასტი გვმართებს არჩევნებზე და აი ამ შემთხვევაში, ამ რწმენის შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები თავის გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც გითხარით, დიანა, უამრავ ადამიანს ვწვევი და ველაპარაკები ყოველდღიურად, ძალიან ბევრი სეგმენტი, სხვადასხვა წარმომადგენლობა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს სივრცე არსებობს. სრულიად რეალისტურად გეუბნებით და არ ვსაუბრობ რაღაცა ესეთი სწრაფარატულად ნამდვილად, ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნები, ხო, რაც შეეხება ევროკავშირის მიმართ, ეხლა მოდით მიხეილ სააკაშვილი და წინა ხელისუფლება ნამდვილად იყო ევროკავშირის გაფართოების, თქვათ, აღმოსავლეთ პარტნიორების გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი ფუძემდებელი რეგიონში. ეს ნამდვილად უნდა ამას ხაზი უნდა გაუსვათ ნამდვილად. სხვა ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება და ეს ნაბიჯი გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხოლო რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ის რეკომენდაციები არ შესრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ არც რეფორმები გატარდება, იმიტომ რომ ეს გადაბარებას ნიშნავს ხელისუფლების. აქ არის საზოგადოებრივი წნეხი
ნახი ძალიან მნიშვნელოვანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ანუ მაინც ყოველგვარი თქვენ გამოიყენებთ კი ბატონო, თქვენ გამოიყენებთ თუ არა თქვენს ხელთ არსებულ ბერკეტს მაგალითად სამუშაო ჯგუფებში მუშაობის, იმიტომ რომ როგორი წარმოდგენა გაქვთ სხვა არის, მაგრამ იმუშავებთ თუ არა, მასე მაგალითად გახარიას გუნდის წარმომადგენელმა გუშინ ჩემს ეთერში თქვა რომ მერწმუნეთ რომ ყველაზე კარგად ვიცნობთ ჩვენ ოცნებას, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ ვიმუშავებთ სამუშაო ჯგუფებში. ქალბატონ დიანა, მე კიდევ ვიმეორებ რომ ძალიან კარგი ცნობადობა გვაქვს, მეც თქვენ სარწმუნოებული ვარ და ყველას ქართული ოცნების ჩვენ ყველას გვესმის რომ ეხლა მთავარი ტესტი არის თავისუფალი არჩევნები, მაგალითად მე ვიყავი წინა სამუშაო ჯგუფში, ეს ეხებოდა იუსტიციის საბჭოს რეფორმას, გახსოვთ ალბათ თქვენ, მიუხედავად რაღაც ხამაღალი განცხადებებისა ამ სამუშაო ჯგუფში იყვნენ ოპოზიციონერები, მეც გახდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო ჯგუფმა არ გაითვალისწინა არც ერთი რეკომენდაცია და მათ შორის არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი ჩვენი კანონპროექტი, მაინც ჩვენ ბოლომდე ჩვენ პარტნიორებთან მოვახერხეთ ის, რომ მათ დავანახეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სხვა შორის ის, რომ ვენეციის კომისიამ ესეთი რეკომენდაციები გამოაქვეყნა ძალიან ობიექტური და მნიშვნელოვანი, ეს არის მართლაც ბევრი იმ შეხვედრის და ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი, ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა თუ ეს იქნებოდა ოპოზიციის ერთობლივი გადაწყვეტილება, მე პირადად მოვისმენ, როგორი იქნება სტრატეგიული ფორმატი ამ სამუშაო ჯგუფების, იქნება თუ არა გათვალისწინებული კანონპროექტები, როგორი იქნება სტრატეგია, ვთქვათ, კონკრეტულად საარჩევნო მიმართულებით, ამიტომ რა თქმა უნდა, არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, პირიქით ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ერთიანი გადაწყვეტილება კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით. მადლობა, ხატია დეკანოიძეს, მე მას დავემშვიდობები.